ლულა ისტერიკაში ვარდება მას შემდეგ, რაც ფედერალურმა პოლიციამ და შეერთებულმა შტატებმა მიზანში ამოიღეს გიგანტები, რომლებიც მიჩნეულნი არიან როგორც დაკავშირებულნი დედაქალაქის პირველ კომანდოსთან ოპერაციაში, რომელმაც ბრაზილია, სან-პაულუ და ვაშინგტონი ერთსა და იმავე კრიზისში ჩააგდო. დუელს ასრულებენ ესტელა სტეფანი ნუნესი და ენრიკე დე ოლივეირა. ფედერალური პოლიციის ინფორმაციით ის უკვე დაკავებულია და პატივცემული კიდევ ერთი სანქცირებული ამ მომენტში მიმალვაშია. ფედერალური პოლიციის მიერ მიჩნეულია როგორც მიმალვაში მყოფი ოპერაციაში, რომელიც იძიებს ფულის გათეთრებას. გახსენეთ, რომ მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის მთავრობამ PCC და კომანდო ვერმელიო ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა, ახლა ჩვენ ერთიც გვყავს. ჩვენ გვაქვს ქმედება ოპერაცია ფულის გათეთრების შესახებ, რომლის ფარგლებშიც უკვე 7 ადამიანი დააკავეს. მათ შორის არიან ესტელა, სტეფანი ნუნესი და ენრიკე დე ოლივეირა. ფედერალურმა პოლიციამ 2026 წლის 3 იulis პარასკევს დაიწყო ოპერაცია Exchange, რომლის მიზანია საერთაშორისო ნარკოტრაფიკინგიდან მიღებული ფულის გათეთრების სქემის დაშლა. ამასობაში შეერთებული შტატების მთავრობასამ უკვე 2 დღით ადრე დაასანქცირა ამ ქსელის ცენტრალური ფიგურები. ესტელა, სტეფანი ნუნესი და ენრიკე დე ოლივეირა დააკავეს. ვიტორ ენრიკე დე ოლივეირა, რომელიც შეერთებული შტატების ხაზინის მიერ მნიშვნელოვანი ფიგურადაა მიჩნეული სან-პაულუს ბირთვში, კვლავ მიმალვაშია. სიტუაცია პოლიტიკურად გამწვალდა, რადგან ლულას მთავრობამ აშშ-ის სანქციებსა და ზეწოლას სუვერენიტეტის დაცვის რიტორიკით უპასუხა, მაგრამ რეალური ფაქტი მძიმეა. ოპერაციამ დაარქვა ბრაზილიელებს, რომლებიც ბრალდებულნი არიან დიდი თანხების გადატანაში, კრიპტოაქტივების გამოყენებაში, ღირებულებების ტრანსპორტირებასა და ეჭვმიტანილი კომპანიების მართვაში, რომლებიც კრიმინალის ფინანსურ განყოფილებას ემსახურებიან. ამავე დროს ფლავიო ბოლსონარომ ლულა ბრაზილიის წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულა. ფლავიომ, რომელიც მუშაობს ბრაზილიური პროდუქციისთვის ტარიფების თავიდან ასაცილებლად. მან დაიცვა პიქსი და განაცხადა, რომ ხალხი არ უნდა დაისაჯოს მთავრობის შეცდომების გამო. რას ცდილობს ლულა, რომ დიპლომატიურ დაპირისპირებად აქციოს? რატომ მოხვა რეაქცია სწორედ მაშინ, როცა სამიზნე დანაშაულთან დაკავშირებული ფულია? როგორ გადაიქცა ფულის გათეთრების წინააღმდეგ ოპერაცია თავად მთავრობის წინააღმდეგ პოლიტიკურ კრიზისად? ამასაც მალე მოგიყვები. თუ ასეთი პირდაპირი და უშუალო კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველ დღე ასეთ ვიდეოებს ნახავ. მომავალ შეხვედრამდე. დილის პირველ განახლებებში ესტელა ესტეფანი დაკავებულებს შორის იყო, ხოლო ვიქტორ შიმადა ჯერ კიდევ ვერ იპოვეს. ის სანტოსის ქალაქში დააკავეს და ახლა აქ ფედერალური პოლიციის სუპერინტენდენტურაში მოჰყავთ. ჩვენ ვაკვირდებით ამ ოპერაციას ფედერალური პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, აქ სან-პაულუს სუპერინტენდენტურაში, ქუჩებში, ჩვენც ვაშუქებთ პროცესს, ისევე როგორც ჩვენი კოლეგა იზაბელა ლეიტე. ამგვარად ეს ქმედება მიმართულია ამ ორ სანქცირებულ ბრაზილიელზე. შეგახსენებ, რომ მათ გარდა ამ ორ ადამიანს შორის კავშირიც არსებობს. 3 CNPJ, 3 კომპანია, რომლებიც მდებარეობს აქვე, სან-პაულუს დედაქალაქში და კიდევ ერთი პორტუგალიური კომპანია, რომელიც პორტუგალიასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ასევე დაკავშირებულია ამ ორ პირთან, დაკავშირებულია შიმადასთან, რომელიც მიმალვაშია, მნიშვნელოვანია ეს აღვნიშნოთ და კლასიფიკაციაში აქ არის მისი ფოტო, შიმადასი, რომელიც მიმალვაშია. და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისთვის მათ უკვე საკმარისი ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ისინი ტერორისტებად შეეყვანათ. იმის გამო, რომ დაინახეს ფულის გათეთრების საკითხი და პირდაპირი კავშირი დედაქალაქის პირველ კომანდოსთან, სასამართლომ ასევე დაადგინა გამოძიებულთა ქონების, თანხებისა და კრიპტოაქტივების დაყადაღება 10,4 მილიარდი რეალის ზღვრამდე. გამოძიება მიზნად ისახავს სტრუქტურას, რომელიც ეჭვმიტანილია ნარკოტიკების საერთაშორისო ტრაფიკინგიდან მიღებული ფულის გათეთრებაში. ოპერაციაზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჯგუფი იყენებდა კრიპტოაქტივების უკანონო გადარიცხვებს, ნავთი ფულის ტრანსპორტირებას, მაღალი ღირებულების საბანკო ოპერაციებს და ფულადი გადარიცხვებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის. ფედერალური პოლიცია მიუთითებს, რომ თანხის მოძრაობამ 10 მილიარდ რეალს გადააჭარბა. ეს არის ძალიან დიდი თანხა, რომელიც მოძრაობს სისტემაში, რომელიც როგორც ხელისუფლება აცხადებს, უნდა დაშლილიყო მანამდე, სანამ კრიმინალური ოპერაციების დაფინანსებას გააგრძელებდა. აშშ-ის ხაზინამ განაცხადა, რომ ეს ქსელი მოქმედებდა 2 მთავარი პუნქტიდან, ფლორიდა და სან-პაულუ. განცხადებაში შიმადა გამოჩნდება როგორც კავშირი ფლორიდაში მდებარე პრიმერო კომანდო და კაპიტალის ოპერატორებსა და საერთაშორისო ნარკომოვაჭრეებს შორის. აშშ-ის ბრალდებით ორგანიზაციას აქვს გარეცხილი $30 მილიონ მეტი უკანონო რესურსი, რომელიც მიღებულია სხვადასხვა ამერიკულ ქალაქში. ისინი ასევე იყენებდნენ კრიპტოვალუტებს ფულის ბრაზილიაში დასაბრუნებლად, ფრაქციის სასარგებლოდ. სტელა სტეფანი გამოჩნდება ხაზინის განცხადებაში როგორც შიმადას ნათესავი და მისი ახლო თანამშრომელი.
ის მოქმედებდა როგორც მდივანი და შუამავალი დიდი თანხების შეგროვებაში, უზრუნველყოფდა ლოგისტიკურ მხარდაჭერას ფულის გათეთრების ქსელისთვის. სანქციების სია ასევე შეეხო ჯგუფთან დაკავშირებულ კომპანიებს. აშშ-ის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა სიაში შეიყვანა ვიქტორი ტრეიდინგი, ბიზნესის შუესის შუამავლობა, ვალების ამოღება და ტექნოლოგიები, PixWave გადახდების გადაწყვეტილებები, Wave ინტელექტუალური მშენებლობები და Avenidas Flutuantesi. ეს უკანასკნელი პორტუგალიაშია დაფუძნებული. ფაქტობრივად ამ ობიექტების ქონება და ინტერესები, რომლებიც აშშ-ის იურისდიქციაშია, იბლოკება და ამერიკული წესების ქვეშ მყოფ პირებს ეკრძალებათ მათთან ბიზნესის წარმოება. ვიქტორ შიმადაც ასევე ატარებს ასპექტს, რომელიც ზრდის ამ საქმის პოლიტიკურ მნიშვნელობას. ის უკვე გამოძიებული იყო ფულის გათეთრების საქმეზე, რომელიც კორინთიანსა და ვიდებეთს უკავშირდებოდა. აშშ-ის ხაზინამ აღნიშნა, რომ მისი კომპანია გამოყენებული იყო სარეკლამო თაღლითობის სქემაში, რომელიც დაკავშირებული იყო უთანასწორობისთვის განკუთვნილი თანხების გაფლანგვასთან. Dinheiro desviado de um clube brasileiro. CNN-მა და სხვა ბრაზილიურმა მედია საშუალებებმა ასევე გაახსენეს, რომ შიმადა უკვე ფიგურირებდა ფინანსურ ოპერაციასთან დაკავშირებულ გამოძიებაში, რომელიც კორინთიანსსა და ვიდებეთს შორის კონტრაქტს ეხებოდა. მაგალითად ფულის გათეთრებას, რომელიც დაკავშირებული იყო PCC-ის შეღწევასთან კონტრაქტში, რომელშიც კორინთიანსი და ვიდებეთი მონაწილეობდნენ. ეს იყო ერთ-ერთი ინფორმაცია. მაგრამ მხოლოდ ეს არა, შიმადას წინააღმდეგ სხვა გამოძიებებიც მიმდინარეობს. ესტელა მასთან დაახლოებული პირია. ამ კომპანიებთან, გადახდის კომპანიებთან ერთად პოლიციისა და პროკურატურისთვის საკმაოდ ნათელია ამ ორი ადამიანის კავშირები და მონაწილეობა ფულის გათეთრების დანაშაულებებში. ეხლა ის ბევრად უფრო სერიოზულ საქმეში ჩნდება. სანქცირებულია, რადგან სავარაუდოდ დაკავშირებულია ფულის გათეთრების ქსელთან, რომელიც დაკავშირებულია პრიმეირულ კომანდუ და კაპიტალთან და იძებნება ფედერალური პოლიციის მიერ. პოლიტიკური კრიზისი გამწოდა, რადგან ლულას მთავრობა აშშ-ის ზეწოლაზე ჩიოდა სწორედ იმ დროს, როცა ვაშინგტონი გამკაცრდა ბრაზილიულ დაჯგუფებებთან მიმართებაში. ამერიკის მთავრობამ უკვე მიიჩნია პირველი დედაქალაქის კომანდო საერთაშორისო ნარკოტრაფიკინგთან დაკავშირებულ ორგანიზაციად და გაამკაცრა სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც მიჩნეულნი არიან ქსელის მხარდამჭერებად ან ოპერატორებად. ლულასთვის პრობლემა ისაა, რომ სუვერენიტეტის დაცვის ნარატივი ძალას კარგავს, როცა უცხოური მოქმედება ზუსტად იმ ეჭვმიტანილებს ეხება, რომლებიც ფულის გათეთრებაში ეხმარებიან დაჯგუფებას, რომელიც აკონტროლებს ტერიტორიებს, აშინებს ოჯახებს და მილიარდებს ატრიალებს. ფლავიო ბოლსონარომ ჩაერთო ამ დებატში და ლულა დაადანაშაულა იმაში, რომ ის ცდილობს კრიმინალების წინააღმდეგ დაწესებული სასჯელები და კომერციული ზეწოლა საარჩევნო ტრიბუნად აქციოს. ლულა ერთადერთია, ვინც ბრაზილიურ პროდუქტებზე მაღალი ტარიფების დაწესება უნდა. მან პროვოკაცია მოახდინა, იხვირა, არ ივაჭრა, ლობირება გაუწია PCC-სა და კომანდო ვერმელიოს, რომ ისინი ტერორისტებად არ დაესახელებინათ. მან ბრაზილიამ სოფლიო წინაშე შეარცხვინა და უგულებელყო იმ 50 მილიონზე მეტი ბრაზილიელის ტანჯვა, რომლებიც ამ ნარკოტერორისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მან ეს გააკეთა იმ წმენით, რომ შეძლებდა ბრაზილიური კომპანიებისთვის შესაძლო სასჯელის, სუვერენიტეტის დაცვის სრულ ნარატივად გადაქცევას. ლულას ბრაზილია არ აინტერესებს. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელახლა აერჩიონ. მე ლულას სრული საწინააღმდეგო ვარ. მე ვებრძვი ნარკოტერორისტებს. რეალურად მუშაობ ტარიფების წინააღმდეგ და ყოველთვის დავისწავიცავ ჩვენს PIX, რომელიც ბოლსონაროს მთავრობაში შეიქმნა. PIX-ი ბრაზილიურია, გადასახადის გარეშეა და მას ვერავის შეეხება. მე უკვე პირადად დავიცავი ეს პოზიცია ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად, სახელმწიფო მდივანთან და მარკო რუბიოს გვერდით. მომბევნო კვირაში ისევ ამერიკის შეერთებულ შტატებში დავბრუნდები, რომ ეს პოზიცია კიდევ უფრო გავამყარო. ჩემი თხოვნა მარტივია. ნუ დააწესეთ ტარიფებს ბრაზილიაზე. ნუ დასჯით ბრაზილიელებს ლულას და ლულოპეტიზმის შეცდომებისთვის. ბრაზილია ნამდვილად დიდებული ქვეყანა იქნება. ბრაზილია საქვს მომავალი, მაგრამ დრო აღარ გვაქვს დასაკარგი. მან განაცხადა, რომ სთხოვა შეერთებულ შტატებს არ დააწესონ ტარიფები ბრაზილიაზე და არ დასაჯონ ბრაზილიელები ლულას და ლულოპეტიზმის შეცდომებისთვის. ასევე თქვა, რომ იბრძვის ნარკოტერორისტების წინააღმდეგ, მუშაობს ტარიფების წინააღმდეგ და იცავს PIX-ს, რომელიც ბოლსონაროს მთავრობის დროს შეიქმნა. ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ლულამ ფლავიოს ქმედება სამშობლოს ღალატად მოიხსენია და თქვა, რომ ბრაზილიის სუვერენიტეტი გატეტი გასაყიდი არ არის. ფლავიომ სადა ორი რამ გაემიჯნა: PIX-ის დაცვა და იმის თავიდან აცილება, რომ ბრაზილია ტარიფების ქვეშ აღმოჩნდეს.
HSD-ში სავაჭრო ორგანოში წარდგენილ განცხადებაში მან დაიცვა პოზიცია, რომ PIX-ი არ უნდა დაუკავშირდეს არადასაური ქსელების საზღვარგარეთის გადახდის სისტემებს და თქვა, რომ ეს შეიძლება შეამციროს ვაშინგტონის შეშფოთება. ამავე დროს მან განაცხადა, რომ ტარიფები არასწორი გამოსავალი იქნებოდა, რადგან ისინი დააზარალებდნენ კომპანიებს, მუშაკებსა და ინვესტიციებს. ლულამ უპასუხა, რომ ეს წინადადება PIX-ის უცხოურ ინტერესებზე გადაცემას ნიშნავს. სწორედ აქ ხდება კრიზისი უფრო აშკარა. მეორე მხრივ, შეერთებული შტატების სანქციებს აწესებს იმ პირებზე, რომლებიც დედაქალაქის პირველი ბრძანებისთან დაკავშირებული ფულის გათეთრების ქსელის ოპერატორებად არიან მიჩნეული. მეორე მხრივ, ფედერალურმა პოლიციამ დააკავა ეს სტელა და მიზანში ამოიღო ჩიმადა ოპერაციაში, რომელიც მილიარდობით რეალის მოძრაობაზე საუბრობს. შუაში ლულა ცდილობს დისკუსია სუვერენიტეტის თემაზე გადაიტანოს. მაგალითად, შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა სანქცია დააწესა ვიქტორზე სავარაუდო კავშირში ეჭვის გამო. ის უკვე გამოძიებული იყო როგორც ფინანსური ოპერატორი ფულის გათეთრების სქემაში, რომელიც კორინთიანსა და ასევე ბეტინგის კომპანიას YDBT-ს უკავშირდებოდა. ეს სტელა სტეფანი ისიც სანქცირებულია. შეერთებულმა შტატებმა ის ვიქტორის ახალასოცირებულად და ნათესავად დაასახელა, რომელიც ფედერალური პოლიციის მიხედვით მიმალვაშია. ის ვიქტორის მდივნად მუშაობდა და დიდი თანხების შეგროვებაში შუამავალი იყო. ლულას მთავრობა კუთხეში მოექცა, რადგან ოპერაცია საარჩევნო რიტორიკიდან არ წარმოშობილა. ის მოიცავს სასამართლო განჩინებებს, თანხების დაბლოკვას, ოფიციალურ სანქციებს, შეერთებული შტატების ხაზინის სიას და ეჭვს საერთაშორისო ნარკოტრაფიკიდან მიღებულ ფულზე. პოლიტიკურმა რეაქციამ შეიძლება სცადოს ხურადღების გადატანა, მაგრამ დარჩენილი შთაბეჭდილება ისაა, რომ ფინანსური მანქანა გამჟღავნდა იმავე დროს, როცა ბრაზილიის დედაქალაქში განიხილავდნენ ტარიფებს, PIX-ს, სუვერენიტეტს და ულთერენიტეტს და ურთიერთობას ვაშინგტონთან. ოპერაცია მოიცავს დოკუმენტებს, თანხებს, კრიპტოაქტივებსა და კომპანიებს, რომლებიც შეიძლება გამოავლენდეს, როგორ მუშაობდა ეს ქსელი შიგნით. ხედავთ, ჩვენ ვსაუბრობთ აქ ფედერალური პოლიციის შტაბის წინ სუპერინტენდენტურასთან აქ სან-პაულუში. ამ საგანგებო ახალ ამბებში უკვე კართან აქ ველოდებით საპოლიციო მანქანების ჩამოსვას. ამ მომენტისთვის აქ ჯერ არ არის მოძრაობა, მაგრამ ინფორმაცია რაც გვაქვს არის ის, რომ ფედერალური პოლიცია ასრულებს ამ ორდერებს ამ დილით ოპერაცია Exchange-ში, რომლის მიზანიც არის ამ კრიმინალური ოპერაციის დაშლა, რომელიც ნარკოტიკებით ვაჭრობიდან მიღებული ფულის გათეთრებას ეხება. 50-ზე მეტი პოლიციელი. ფედერალური პოლიციელები ასრულებენ 13 სახლის ჩხრეკისა და ნյութების ამოღების ორდერს და 11 დაპატიმრების ორდერს, რომლებიც გაცემულია მე-7 ფედერალური სასამართლოს მიერ აქ სან-პაულუში. ასევე სასამართლოს მიერ განისაზღვრა გამოძიებულთა ქონების, თანხებისა და კრიპტოაქტივების დაყადაღება 10.4 მილიარდ რეალამდე. ფედერალური პოლიციის გამოძიების მიხედვით გამოძიებულები იყენებდნენ სტრუქტურირებულ სისტემას რესურსების გადასატანად, ტრანსფერების როგორც ფულის, ასევე კრიპტოაქტივების, CDO-ების, CIE-ების და თანხების ტრანსპორტირების გზით, მათ შორის ნაღდი ფულითაც. პოლიტიკური ეფექტი ასევე ვრცელდება ლულასა და ფლავიო ბოლსონარუს შორის დაპირისპირებაზე. ლულამ გადაწყვიტა ფლავიო ბოლსონარუს ინიციატივა შეერთებულ შტატებში სამშობლოს ღალატად მოენათლა. ფლავიომ უპასუხა, რომ ლულაა ის, ვისაც ტარიფების დაწესება სურს, რადგან მან გამოიწვია ეს სიტუაცია არ აწარმოებდა მოლაპარაკებებს და კიდევ სცადა კრიმინალური დაჯგუფებების ტერორისტებად კლასიფიცირების დაბრკოლება. ამ დაპირისპირებაში სანქცირებულების წინააღმდეგ ოპერაცია მთავრობისთვის ნამდვილი ბომბასავით აღმოჩნდა. სანამ ლულა სუვერენიტეტზე საუბრობდა, ფედერალური პოლიცია აკავებდა ვაშინგტონის მიერ დასახელებულ პირს. ეხლა ზეწოლა მხოლოდ პოლიტიკის დერეფნებში აღარ არის. ის ბანკებშია, საბროკერო კომპანიებში, საწარმოებში, კონტრაქტებსა და კრიპტოაქტივებში, რომლებიც შესაძლოა ბინძური ფულის გასატანად გამოიყენეს. ფედერალური პოლიცია ფულის მოძრაობას ადევნებს თვალს, რადგან სწორედ იქ ადგება დანაშაულის დარტყმა. ბრაზილიამ არ უნდა დაკარგოს დრო პოლიტიკური ნარატივის დაცვაში, მაშინ როცა დაჯგუფებები იზრდებიან, იპყრობენ ტერიტორიებს და ერთიანდებიან საერთაშორისო ქსელებთან. პრობლემა არ არის ვაშინგტონის მოქმედება შენს წინააღმდეგ. პრობლემა ისაა, რომ ბრაზილია უფრო გაღიზიანებული ჩანს გარეზე წოლით, ვიდრე გამჟღავნებული კრიმინალური სტრუქტურით. რაც უკვე ჩანს საკმარისია დაძაბულობის ასახსნელად. ნარკოტრაფიკის ფულის გათეთრების საეჭვო ქსელი, შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული პირები, ბრაზილიაში დაპატიმრება, მაღალი რანგის გაქცეული დაბლოკილი მილიარდები და პოლიტიკური კრიზისი ლულას მთავრობის წინააღმდეგ. სანამ პლანეტო ცდილობს თავისი ნარატივის დაცვას, გამოძიება ყველაზე არასასიამოვნო გზით მიდის, ფულის გზით. დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. მხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად დაგვეხმარეთ თქვენს ეკრანზე მოცემული PIX-ის გასაღების საშუალებით. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი არხი, რომელიც მიზნად ისახავს თქვენთვის სიმართლის მიწოდებას. თქვენი მხარდაჭერა გვეხმარება საქმიანობის გაგრძელებაში.